ზოგადად იმდენი განსხვავებული ინფორმაცია მტრიალებს ჩვენს გარშემო და რიგი რაღაც სიახლეები მე ჩემი მოსაზრებით ხელოვნურადაც არის წამოწეული რომ ჩვენ დაგვაბნიონ რომ თავარი ფოკუსი რაც მთელ საზოგადოებას წესით უნდა გვაერთიანებდეს ხო ეს არის სამართლიან გარემოში სამართლიანი წესებით რეჟიმის შეცვლა ხო ამაზე უნდა ვსაუბრობდეთ და ამ პროცესებზე უნდა მსჯელობდეთ როგორც სამოქალაქო საზოგადოება ასევე პარტიები, ხო? დღეს ჩვენ ხან ცემატყეპის რაღაც ორგანიზაციას აანონსებენ, ხან მინისტრს ხსნიან გაურკვეველი მიზეზებით და ასე შემდეგ. ქალბატონ თინა რუხაძეზე მე ვერაფერ კარგს და ვერაფერ ცუდსაც ვერ ვიტყვი უბრალო მიზეზის გამო. ამ ქალბატონმა თანხმობა განაცხადა გამხდარიყო კულტურის მინისტრი, როდესაც რუსული კანონი მიიღეს და ასეთ დროს, როდესაც აი ასეთ გარემოებებში შენ ქართულ ოცნებას თანხმობას ეუბნები რომ მათი მთავრობის წევრი გახდე, ესე იგი შენ თავიდანვე უკვე მზად ხარ ყველაფერს მოაწერო ხელი, ხო? და ამ დუმილის ფასიც ალბათ იყო მინისტრის კაბინეტი, ეს ჩანთებიც და ეს ცხოვრების წესი ალბათ და საქმიანობა, რომელსაც ქალბატონი თინა რუხაძე ეწეოდა, არ ვიცი პროკურატურაში დაიბარესო, ალბათ რაღაც კითხვები აქვს, გავიგებთ ბევრ საინტერესო ამბავს, მაგრამ ყველაზე მთავარი ცით რა არის, რომ კულტურის სამინისტროზე არ დამთავრდა ექსპერიმენტები. აი, რამდენი წელია ვუყურებ, ვიკა 10 წელია ვიმუშავე ამ სისტემაში სხვადასხვა პოზიციებზე და ჩემს თვალწინ, ჩემი კოლეგების თვალწინ ამ კულტურის სამინისტროს ხან გაერთიანებენ, ხან განათლების სამინისტროს შეუერთებენ, ხან სპორტის ვერ გაიგო ქართულმა ოცნებამ რა უყოს კულტურას. იციან, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი უწყება, ეს არის უწყება, რომელიც წესით უნდა ემსახუროს შემოქმედებს, თავისუფალ ადამიანებს და მნიშვნელოვანი და საშიშია დიქტატორული რეჟიმებისთვის ეს სფერო, იმიტომ რომ ხელოვანები არიან ადამიანები, რომლებიც რეპუტაციით, ავტორიტეტით სარგებლობენ საზოგადოებაში, მათ ხმას, მათ მოსაზრებებს საზოგადოება უსმენს, ითვალისწინებს და ეს ხალხი უნდა მართო. ამიტომაც იქ რაღაც თავისუფალი პროცესი რო არ გაიპაროს, იქ უნდა იყოს ისეთი კადრი დანიშნული, რომელიც ამას კარგად გააკონტროლებს და ამ წლების განმავლობაში ვხედავთ, ხო, ვის ხელში იყო კულტურის სამინისტრო. და ნუ გვიკვირს რომ გელათი დაინგრა, ნუ გვიკვირს რომ თავისუფალი შემოქმედებითი პროცესი კულტურის სამინისტროს მხრიდან ხელშეწყობილი არის თავიდან ბოლომდე კონტროლირებადი, იმიტომ რომ იქ აღარ დარჩა თავისუფალი სივრცე, იქ აღარ დარჩნენ პროფესიონალები. დღეს ვიგებთ, რომ მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ადამიანი, რომელიც ჯერ რკინიგზაში მუშაობდა, რაღაც კრიმინალურ რაღაც სამსახურების რაღაც ხელმძღვანელი იყო, შინაგანს რა ესაქმება ესეთ ადამიანს კულტურის მინისტრის თუნდაც მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე იმ სამინისტროში, სადაც ამდენი პრობლემაა დახვავებული, სადაც კულტურული მემკვიდრეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ინგრევა და ამაზე უწყება კი ზრუნავს და ვინღა იზრუნებს? იურისტები და ფინანსისტები მართავენ და გაურკვეველი, ესე იგი, პროფესიის ადამიანები, ყველა პროფესიონალი გაუშვეს რეპრესიების ქვეშ მოხდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კადრი და ეხლა ეს შშს და იუსტიციის სამინისტროს ადამიანების ხელშია. მე არ ვიცი, ახლა ის შეიძლება ძალიან პროფესიონალებიც არიან თავიანთ სფეროში, მაგრამ მათ არაფერი არ არის საქმე მათ კულტურის სამინისტროსთან. რაც შეეხება თავად თინა რუხაძეს, ყველა მინისტრი, არ აქვს მნიშვნელობა კულტურის მინისტრია თუ განათლების მინისტრი თუ სხვა სამინისტროსი, ყველა რაღაცა კვალს ტოვებს, ხო, რაღაც სახელს ტოვებს, კარგს ან ცუდს, ხო, და აი სულ ფიქრობდი, აი თინა რუხაძე როგორ გაახსენდებათ და გაახსენდებათ აუცილებლად, იმიტომ რომ კულტურის სფეროში ძალიან კარგად ახსოვთ ხელოვანებს, სამინისტროს თანამშრომლებს, ყველა მინისტრის საქმიანობა. და გაიხსენებენ როგორც ადამიანს, რომელმაც დუმილი არჩია მაშინ, როდესაც მისი სამინისტროს ბენეფიციარები, ეგრეთ წოდებული ბენეფიციარები, ხელოვანები
ფიზიკურად იყვნენ დალეწილი ძვლებში. უსამართლო ცრუმოწმე მოწმეების მიერ რაღაც წლობით გაუშვეს საპყრობილეში, ხო? ეს იქნება ზვიად რატიანი, ეს იქნება ანდრო ჭეჭინაძე, ეს იქნება ვეფხია კასრაძე, ეს იქნება პაატა ბურჭულაძე, ეს იქნება იადარა ხველიძე, ეს იქნება, არ ვიცი, ძალიან ბევრი, ხა მე ვინც ჩამოვთვალე, ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ სფეროს წარმოადგენენ და ჩემი მოკითხვა და პატივისცემა და სოლიდარობა მათ, ვინც გვიყურებს ახლა. ამიტომაც არ ვიცი, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ისტორიული გაუგებრობა, რომელშიც ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა, მალე დასრულდება. ძალიან ბევრი პრობლემა არის დახვევებული, რომელსაც ჩვენ უნდა ყველა ერთად გავუმკლავდეთ და ძალიან ბევრი უწყება და ძალიან ბევრი სფერო ახრიდანაც იქნება აღსადგენი და ბევრი პრობლემა მოსაგვარებელი და კიდევ ერთხელ არ ავყვეთ, ესე ვთქვათ, ხშირად ბევრ შემოგდებულ თემას, არ დავკარგოთ მთავარი ფოკუსი, ჩვენი მთავარი ფოკუსი და მთავარი მიზანი არის, რომ შევინარჩუნოთ სიმტკიცე, ერთიანობა და ჩვენი ენერგია მოვახმაროთ ჩვენ მთავარ მიზანს, რომ ჩვენს ქვეყანაში მთელი საზოგადოება შევთანხმდეთ, რომ უნდა ჩატარდეს სამართლიანი, გამჭვირვალე, თავისუფალი არჩევნები და ამ პროცესით შეიცვალოს ხელისუფლება მშვიდობიანად.